Როგორც სრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და რა პროგნოზებს აკეთებენ პოლიტიკოსები. Როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს გახდება ცნობილი. ოპოზიცია კრიტიკული შეფასების მოლოდინშია, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღების იმედს მაინც არ კარგავს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველი გუნდი რეკომენდაციების უმეტესობას შესრულებულად მიიჩნევს და პოზიტიურ პასუხს ელოდება. ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ ახდენდა საბოტაჟირებას რუსული ოცნება ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესის, მათ შორის ვიხილეთ კონკრეტული დასკვნა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ევროკომისიის მიერ, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაცია იყო ტექნიკურად შესრულებული. ფულია იყო იმედიანად განწყობილი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეიძლება იმედს და შანსს გვინარჩუნებდეს, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართული ხალხის ბრძოლა. პრაქტიკაში მუშაობა 12 პუნქტი დასრულებულია. არ ამგონია რომ რაღაც პრინციპულად შეიცვალოს დარჩენილ კვირებში, თუ ამდენ თვე ნახევარი მაქსიმუმად გვაქვს. დასვას რაც ეხება, დარწმუნებული ვარ, დასკვა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება. იმიტომ რომ ცალსახავ რამდენი პუნქტი შესრულებული არ არის, ანუ ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური გაწყვეტილების იმედად უნდა ვიყოთ, რომ მიუხედავად ამ შესრულებული პუნქტებისა, გვეთქვიან, რომ კარგი, მაინც გაძლევთ კანდიდატის სტატუსი. პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივია ჩვეულ რეჟიმში. ეს რამდენიმე დღე ბუნებრივია იყო შეფერხება ამ სტიქიური უბედურების და ამ გლოვის დღეების და გამო. თუმცა ზოგადად მუშაობას ვაგრძელებთ. მოლოდინებთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ იცით თქვენ, რომ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე უნდა ითქვას, რომ ჩვენ პარამეტრებით ერთი თავით აღვემატებით იმ პირობით კალათაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომელთან ერთადაც ჩვენ დავიწყეთ აღმოსავლეთ გაფართოების მიმართულებით მუშაობა. ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ევროკომისიაში მომწიფებული აზრი მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ნაწილობრივ არის შესრულებული. ეს თვითონ ევროკომისია მას განაცხადა, ნაწილობრივად შესრულებულ პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიალოგი.